საღამომშვიდობისა. აი ახლა თურქიმესხების თემაზე ძალიან ბევრი რაღაცები იდება და ერთი-ორი აი რაც მე ვიცი, არაფერი ასეც სენსაციური. უბრალოდ აი რაც შეხვედრაც გქონია ამ ხალხთან, ხო? ესე იგი, პირველად გავიგე ამათი არსებობა, აი ფერგანაში რომ მოხდა შეტაკებები და რაღაცა. ეს ხალხი მაშინ ესე იგი შემოიყვანეს თუ როგორ იყო არის რამდენად ორგანიზებულად იმაში სოჩში რა კრასნოდარის მხარეში იყვნენ კომპაქტურად იქ დაასახლეს დროებით ალბათ როგორც იყო იქა და იქ რო დასახლდნენ ესე იგი მაგათ დააპირეს შემოსვლა აფხაზეთიდან ან გაგრის მხრიდან იქ ლესელიძე განთიადი საზღვართან იყვნენ და როგორღაც გადმოსვლას აპირებდნენ და ამ დროს აი უკვე დაძაბულობა იყო აფხაზეთში იქ მაშინ იყო გახსოვთ 1000-ნაირი ქართული ორგანიზაციები იქ აფხაზებს ყავდათ აიდგილარა და იქ სომხური კრონკი და რაღაც ეს ყველა ეს პარტიები და ეს ორგანიზაციები ყველანი გაერთიანდნენ და ყველანი იყო ამათ წინააღმდეგი ამათ შემოსვლის ანუ ესენი აპირებდნენ სოჭიდან გადმოსვლას გაგრის ზონაში და მე იქიდან უკვე იქეთ სამხრეთ საქართველოსკენ გაგრძელებას გზის და მახსოვს იქ ესეთი ორგანიზებული ის იყო ყველა პარტია გაერთიანდა ხელი მოაწერეს იქ გაზეთი ავანგარდი გაგრის ყველა ენებზე იბეჭდებოდა ქართულად აფხაზურად რომ ჩვენ ამას არ დაუშვებთ ამა თუ შემოსვლა უნდა მონახონ სხვა გზა აფხაზეთში არ გავატარებ და ესეთი რაღაცა რა ეს ერთი იყო მეორე მომენტი სადაც ესე თუნდაც პატარა შეხვედრა კიდე აი მოსკოვში ვსწავლობდი იმ პერიოდში ახლა წელი ზუსტად არ მახსოვს რომელი იყო 90 იყო 91 და უკვე იქ ინგრეოდა საბჭოთა კავშირი არეული დრო იყო და ესე იგი სად იყო სადღაც ალბათ პარლამენტთან ახლოს შეიძლება მოსსავეტი მოსკოვის საკალათო საბჭოსთან იქ ჰქონდა ძალიან დიდი შეკრება სარვაროვი იყო მგონი ამათი ლიდერი მაშინ ახლა თუ სწორად მახსენდება და ესე იგი იყო ძალიან დიდი ჯგუფი იქ შეკრებელი ერთი ალბათ რამდენიმე შეიძლება 500-700 კაცი შეიძლება მეტიც და ესე იგი ლაპარაკი იყო იმაზე რომ აი მიტინგი ქონდა დიდი ჩვენ ვითხოვთ დაბუნებას ჩვენ ეს გამოგვაგდეს ფერგანიდან შეტაკებები იყო ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ესეთი რაღაცა. ნუ ეს რა თქმა უნდა იმ პერიოდში იყო გამსახურდია მთავრობის წინააღმდეგ საწინააღმდეგო მიმართული, იმიტომ რომ მაშინ ესე იგი გამწვავებული იყო სიტუაცია და ამით უნდათ ესე იგი ცოტა რაღაც დათბობებზე წასულიყო გამსახურდია მთავრობა. აი სულ ეს იყო და დანარჩენი ახლა იქ რამდენად გამართლებულია ამათი დაბრუნება ახლა თქვენ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ძალიან კარგად მარტო თურქიმესხები და მარტო ეს რა ქვია ბევრი გადასახლებები იყო საბჭოთა პერიოდში სტალინის აი მეორე მსოფლიო ომის შედეგად დროს ხო ბერძნები გადაუსახლებიათ სოხუმიდან საკმაოდ ბევრი რამ 7 თუ 8000 და მე უკან დაბრუნების საშუალებაც არ მისცეს და აქეთ ხო გასაგებია ყირიმი და ეს ყირიმის თათრები. ნუ ეს ყველაფერი პერკეტები იყო. ჯერ რუსეთის იმპერიის მერე საბჭოთა კავშირის და ეს ამხელა ჯარები და ამხელა დივიზიები და კორპუსები რო იყო იმაში რა ქვია კიდე საქართველოს ტერიტორიაზე ესენი ხო გასაგებია ხო რატომაც იყო და რა ხო და ანუ ეს ბერკეტები ჯერ კიდევ რაღაც ნაწილი შეიძლება აქვს რუსეთს რა თქმა უნდა და ამისი გააზრებაა საჭირო და ამის გაანალიზება ალბათ